დაპირებისამებრ ბრუნდების სტუდიაში ჩვენ სტუმართან კლინიკა ჯანმრთელობის ხაზის ხელმძღვანელთან თერაპევტ დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილთან ერთად მოგესალმებით ქალბატონო ასმათ დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით და მეც მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ქალბატონო ასმათ თემა რომელზეც დღეს ვაპირებთ საუბარს თემა რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს მიუხედავად ასაკისა, სქესისა, სოციალური წარმომავლობისა და ასე შემდეგ. დიეტა. დიეტა, რომელსაც იცავს ყველა განურჩეულად იმისა, ჭირდება თუ არ ჭირდება და ასე შემდეგ. მოდით, კიდევ ერთხელ უკვე მე რამდენად, მაგრამ განვუმარტოთ მაყურებელს, რას ნიშნავს დიეტა. რა არის? ეს არის რაღაც კამპანიური ხასიათის კვების წესი ძალიან ცოტა ხნით თუ რაღაც უფრო მეტი, რაღაც ბევრად უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი. მადლობელი ვარ ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ იცით რა, დიეტა ეს არის არაჩვეულებრივი რამ. იმიტომ რომ დიეტა არის ცხოვრების წესი, ეს არის ცოდნა. თუ რანაირად უნდა ვმართოთ ჩვენი ორგანიზმი იმისათვის, რომ არსებული ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ხოლო დაავადების შემთხვევაში ძალიან სწრაფად, მარტივად გამოვიჯანმრთელოთ თავი. და ალბათ გაუჩნდება ჩვენს მაყურებელს კითხვა იმისა, თუ ეს რანაირად შეიძლება მოხდეს, ხო? ხდება თუ არა საერთოდ ასეთი? და საერთოდ ასეთი რამ ხდება თუ არა. და ეს ხდება და ხდება სწორედ ჩვენი მედიცინის მამის ჰიპოკრატეს სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საკვები არის საუკეთესო წამალი. მე უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მთელი რიგი დაავადებები, გარდა იმისა, რომ არასწორი კვებისგან არის გამოწვეული, ასევე არასწორად, როდესაც არის ემოციები ადამიანის ორგანიზმში მართული, ის მთელი რიგი დაავადებების დიახ, რა თქმა უნდა. ეხა რა ხდება, იცით, დღეს რატომ ძალიან მოდური გახდა ეს დარგი. არ ვიცი რა არის დიეტოლოგია გახდა ძალიან მოდური. არ ვიცი რა გამოიწვია ესეთი მოდურობა, არ ვიცი ამაში არის რაღაც გარკვეული პროცენტი ჩადებული კომერციული ინტერესისა, თუ არის მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური ზრახვები იმისა, რომ ადამიანებს დაეხმარო, მაგრამ როდესაც მე გარედან უყურებ ამას, უпростоრედ გვერდიდან უყურებ ამას და რა ხდება დიეტებთან დაკავშირებით და სწორედ დიეტების სიტყვა მე შემთხვევით არ წამომწდა, იმიტომ რომ ამისათვის მე აუცილებლად უნდა გამესვა ხაზი. აი დიეტები, თუნდაც ჩვენი საზოგადოება ძალიან ხშირად იგივე იმ ინტერვიუებში, რომლებიც ჟურნალისტებმა აკრიფეს ქუჩაში. და რამდენი ადამიანიც არის პრაქტიკულად იმდენი დიეტა გვაქვს. იცით რა შეასაქმე, თუ ჩვენ განვიხილავთ დიეტას როგორც ცხოვრების წესი ადამიანში არის ერთი, ხო? ისევე როგორც სიმართლე და ჭეშმარიტება ყოველთვის ერთია, ხო? დიახ, ეს არის ერთი. მაგრამ როდესაც საუბარია დიეტებზე, ამას უკვე არანაირ მეცნიერებასთან არ აქვს საერთო. ეს არ შეიძლება იყოს დიეტები. დიეტები მაგალითად სილოვანი, დიეტები ქულების დათვლით, დიეტები კალორიების დათვლით. მე ამას უწოდებ, ეს არის ძალისმიერი მეთოდი. დაუმორჩილო შენი ორგანიზმი, შენს სურვილებს, მაგრამ სურვილი გასაგებია ყველა ადამიანს უნდა რომ მომხიბვლელი იყოს, კარგად გამოიყურებოდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ ამისათვის რა მეთოდს და რა გზას გამოიყენებს, ეს უკვე სხვა საქმეა. იცით, როდესაც ადამიანი არ ფიქრობს იმაზე და მისთვის არის მთავარი მიზანი, რომ ოღონდაც აი ამ მიზანს მიაღწიოს და როცა მიზანი ამართლებს საშუალებას და ნებისმიერი საშუალებით, ის აბსოლუტურად არაფრად არ აგდებს იმას, რომ აი ესეთი გაუთვითცნობიერებელი შესვლით აი ამ სამყაროში შეიძლება საოცრად დიდი ზიანი მიაყენოს. შეიძლება კი არა. მე გავხსენებთ, რომ გარდაუვალია ის ძალიან დიდი ზიანი, რასაც ის თავის ორგანიზმს გაუთვითცნობიერებლად აყენებს და იცით როგორია მათი დამოკიდებულება. შენ ოღონდ მე მომეცი ვიზუალურად აის ფორმები, როგორიც მე მინდა და შენ ნუ დარდობ იმაზე, რომ მე მაქვს დაუშვათ დაბალი ჰემოგლობინი, ნუ დარდობ იმაზე, რომ მე მაქვს დაუშვათ ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნუ დარდობ იმაზე, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან სერიოზული პრობლემები მაქვს და წარმოდგენა არ აქვს, რომ სწორედ აი ამ პრობლემების გამო ანუ მიზეზი, რაც არის მათი გასუქებისა, აი აგდებს. წარმოიდგინეთ, ახლა როგორ შეიძლება მანქანა მუშაობდეს ცუდად, თუ მისი ყველა ნაწილი აბსოლუტურად არის გამართული. და პირიქით. და როგორ შეიძლება მუშაობდეს კარგად, თუ იქ რომელიღაცა ნაწილი არის დაზიანებული. ჩვენ ნაწილი ის უნდა მიზეზი მოვძებნოთ, რაში მდგომარეობს და მე მოვთხოვოთ მანქანას თუ ორგანიზმს რომ იმუშაოს სრულყოფილად.
იმდენად იცით დაკარგა ამ დიეტამ თავისი ძირითადი მნიშვნელობა და დატვირთვა პირვანდელი დიახ და იმდენად უარყოფითად მოხდა ამის წარმოჩინება რომ ამბობენ რომ იცით რა მე კატეგორიულად არავითარ შემთხვევაში დიეტას არ მივმართავ მირჩევნია რომ სწორად ვიკვებო მაგრამ დიეტას არ მივმართავ ლოგიკა სად არის იმ წუთასვე მე იცით მიჩნდება ის აზრი რომ ამ ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს დიეტაზე და ეს ვისი ბრალია ისევ ჩვენი ექიმების ბრალია როდესაც არასწორად არის მიწოდებული საზოგადოებამდე თუ რა არის დიეტა დიეტა მე ცალსახად ვამბობ რომ ეს არ არის საკვები რაოდენობის შეზღუდვა ანუ ადამიანმა უნდა მიირთვას იმდენი რამდენიც მის ორგანიზმს ესაჭიროება იმიტომ რომ საკვები არის ჩვენი ორგანიზმისთვის საწვავი თუ კი მანქანას საწვავი გამოელევა ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაადგილდება და თქვენ წარმოიდგინეთ ის ენერგია რომელსაც ჩვენ საკვებიდან ვიღებთ ჩვენ თუ იმას მოვაკლებთ და დავიწყებთ ამის აწონვას და სუფრის კოვზობით ჩაის კოვზობით დათვლას ჯერ ერთი ეს ცხოვრების წესი არ არის მთელი ცხოვრების მანძილზე ამას ჩვენ ცხოვრებაში სწორხაზოვნად ვერ გავატარებთ და ლაიტმოტივად არ გაყვება მთელ ცხოვრებას ასეთი სახის რჩევა თუ ის მხოლოდ მოკლე დროით შემოიფარგლება, მაშინ ეს ძალისმიერი მეთოდია, ეს არ არის სწორი კვება. და მეორეც ერთი იცით, უნდა ვიცოდეთ, საკვებად ყველაფერი შეიძლება იყოს მიღებული. ქალბატონო ასმათ, აი სწორი კვება ბრძანებთ, ხომ ძალიან ხშირად ამბობენ, მე მინდა სწორად ვიკვებო და არის ხოლმე რაღაც ჩამონათვალი, საკმაოდ ტრადიციული, რომელსაც მიიჩნევენ, რომ ეს არის სწორი კვებისთვის განსაზღვრული კვების რაციონი. მათ შორის, ავიღოთ თუნდაც წიწიბურა მაგალითად ბურღულეულში, ხილიბოსტნეული რასაკვირველია, თუმცა ძალიან ხშირად ავიწყდებათ, რომ იქ არსებობს მომზადების ტექნოლოგია, იქ არსებობს მიღების წესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი სწორედ ამასთან დაკავშირებით, ერთი მხარე არასდროს არაფერს ალბათ ამ ქვეყნად არ აქვს, ხომ? თუნდაც ამ ეგრეთ წოდებულ საჭიროს, სასარგებლო და ასე შემდეგ პროდუქტებში. როგორ შეიძლება მოვახდინოთ განსხვავება? თუნდაც სასარგებლო პროდუქტებში რა მხარე გვაქვს უსარგებლო ხშირად, რა მხარე გვაქვს? სწორად შენიშნეთ, თიკო, როდესაც ეს კითხვა დასვით. იცით რა შეასაქმე? როდესაც არის ასეთი რეკომენდაციები ექიმებისაგან, რომ მიირთვით რაც გნებავთ, ხო? ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, მე მინდა შეზღუდვების გარეშე. მე მინდა უთხრა ასეთ ადამიანებს, რომ ნებისმიერი საკვები, რასაც ჩვენი კუჭი ინელებს, ყველაფერი საკვებად ვარგისი არ არის, იმიტომ რომ კუჭის წვენის მჟავიანობა, ანუ ისეთი ქიმიზმია კუჭის წვენში, რომ მას ქვის და რკინის მონელებას შეუძლია. აქედან გამომდინარე ჩვენი ორგანიზმისათვის, ჩვენი უჯრედებისათვის, რაც იჭმევა, ყველაფერი სასარგებლო არ არის, უფრო მეცაც გეტყვით, შეიძლება იყოს ძალიან გემრიელი და ძალიან საშიში ჩვენი ორგანიზმისათვის. ეხლა რაც შეეხება იმ თქვენს შეკითხვას, რომ აი ნებისმიერ საკვე პროდუქტს, რომელიც ითვლება, რომ კარგია და ჩვენ ვიცით, რომ დაუშვათ წიწიბურა და ბურღულეული არის კარგი, ხო? მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ნებისმიერ მედალს აქვს ორი მხარე. კარგი და ცუდი. და ალბათ ძალიან ბევრს გაუკვირდება, როდესაც ვიტყვი, რომ წიწიბურას მხოლოდ კარგი თვისებები არ გააჩნია. გარკვეულ შემთხვევაში წიწიბურა შეიძლება აღმოჩნდეს მავნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ სწორად არ მოვამზადებთ, სწორი ტექნოლოგიით არ მოვამზადებთ, სწორად არ მივიღებთ, სწორად მიღება რას ნიშნავს? ჩვენ თუ ყოველდღიურად მივიღებთ წიწიბურას, დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდებით და ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მივაყენებთ, თუ სწორად არ მოვამზადებთ, ასევე მისგან იმ დადებით თვისებებს, რაც წიწიბურას ახასიათებს, აბსოლუტურად დაუკარგავთ მას და ჩვენ თავს შეცდომაში შევიყვანთ, გონია რომ ჩვენ სასარგებლო პროდუქტს ვაძლევთ ჩვენს ორგანიზმს და ამ დროს ტექნოლოგიური მომზადების დროს მას უკარგავთ აბსოლუტურად იმ თვისებას, რა თვისების გამოც ჩვენ დაუშვათ უნიშნავთ ადამიანს, ან ადამიანი თავის თავს უნიშნავს ამა თუ იმ პროდუქტს და მან იცის რომ ეს არის სასარგებლო. აი თუნდაც იგივე წიწიბურა და აი ამ თემას არ გავცდეთ, მოდი გავაკეთოთ კონკრეტულად, საინტერესო მომზადების წესი, რა შეასაქმე? იცით რა, ნებისმიერ ბურღულში, რომელი ბურღულიც არ უნდა დაახასიათოთ. რა თქმა უნდა, არის ბეჭდგუფის ვიტამინები, რომელიც არის ძალიან სასარგებლო. წიწიბურა თავისთავად, რა თქმა უნდა, შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინებს და გარდა ამისა შეიცავს რკინას დიდი რაოდენობით. როდესაც ჩვენ წიწიბურას ვაძლევთ, ეს იქნება მოზრდილი თუ პატარა ბავშვი რძესთან ერთად, რძეში, რა თქმა უნდა, რძე არის კალციუმის შემცველი პროდუქტი და აქედან გამომდინარე, რკინის შეთვისებას აფერხებს.
ანუ არავითარ შემთხვევაში ბურღულეული ფაფები არ უნდა იყოს დამზადებული რძეზე, იმიტომ რომ რის გამოც ჩვენ ბურღულეულს ვიღებთ, ის დადებითი თვისება იბლოკება რძესთან ერთად. ამიტომ რძის გარეშე უნდა მივიღოთ წყალთან ერთად. ეხლა რატო არ შეიძლება წიწიბურას ყოველდღე მიღება და ძალიან ხშირად წიწიბურის დიეტაზე მჯდარან გამიგია ისევ არ მინდა მხოლოდ წიწიბურა. ეს არ არის სწორი კვება, ეს არ არის დიეტა, ეს არის ისე მახინჯი მხარე დიეტის, ანუ დანახულის ეს არის ძალადობა საკუთარ ორგანიზმზე და რატომ არ შეიძლება? იმიტომ რომ წიწიბურა გარდა იმისა, რომ შეიცავს იმ კარგ ბევრ დადებით ნივთიერებას, შეიცავს დიდი რაოდენობით ოქროს და ვერცხლს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ნამდვილად არ ესაჭიროება. ამ შემთხვევაში წიწიბურა უნდა დავალბოთ სიწყალში მთელი ღამის განმავლობაში, რომ იქ გარკვეული ფერმენტაციის შედეგად მოხდეს განეიტრალება ოქროს და ვერცხლის იმ მძიმე მეტალებისა და შემდეგ იმავე წყალში თავდახურულში ძალიან ნელ ცეცხლზე უნდა მოიხარშოს. მოხარშვის მერე უნდა გამორთვის, რა თქმა უნდა, ცეცხლიდან, როდესაც გადმოვდგავთ, უნდა გავაჩეროთ, უნდა გაფუვდეს ის 10-15 წუთი და შემდეგ უკვე ჩვენს თებშზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე რაოდენობაში დაუმატოთ მარილი და მარილსაც თუ თქვენის ნებართვით მომცემთ უფლებას, რომ მარილსაც 1-2 სიტყვით შევეყოთ, უნდა დაუმატოთ მარილი და ასევე უნდა დაუმატოთ ან ზეთი და ან კარაქი, რომელიც აუცილებლად ასევე ჩვენ უნდა თუნდაც 1-2 სიტყვით განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ დიეტებზე, როდესაც არის ადამიანი, არათვითნებურად, არამედ როდესაც მას აქვს გარკვეული დიეტა დანიშნული, იქ გამოითვალეს, სადაც არასდროს არ არის არც ცხიმი, არც მარილი და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ამოვიღებთ მარილს და ცხიმს, ეს არ არის ცხოვრების წესი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროებითი ეფექტების მომცემი და გაუწყლოვნების შემთხვევაში ორგანიზმის ადამიანი შედის შეცდომაში და მას გონია რომ რაღაც გაუწყლოვნების და გამო სასწორზე დგება და ილუზია ექნება რომ წონა დაკარგულია. გარდა იმისა რომ ჩვენ ადამიანის შეცდომაში შეყვავს აუცილებელია მარილი ნატრიუმი, ოღონდ ორგანული სახით და რას ნიშნავს ორგანული სახით? ხარშვაში არ უნდა მოხდეს მარილი. მარილი უნდა მოვიხმაროთ უკვე, როდესაც ცეცხლიდან გადმოვდგავთ ჩვენ საკვებ პროდუქტს, ჩვენს თებშზე უნდა დავიმატოთ ზომიერად, იმისათვის რომ აუცილებელია კუჭნაწლავის ტრაქტისათვის, პერისტალტიკისათვის ნატრიუმი აუცილებელია და კალციუმის სისტემისთვის ქალბატონებში კალციუმის გარდა, რომელიც ყველა მიცის, რომ ძვალსახსროვანი სისტემისთვის კალციუმი აუცილებელია, მაგრამ ძალიან ცოტა მიცის, რომ ნატრიუმიც აუცილებელია. რაც შეეხება ცხიმებს, ეს არის კარაქი და ეს არის ზეთი. წარმოუდგენელია, იცით რომ პერისტალტიკა, ნაწლავები იყოს მოწესრიგებული, თუ ჩვენ მას არ მივცემთ ცხიმს. ასევე ენერგიის წყაროა ცხიმი. კარაქში არის E ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის, როგორც კანისათვის, ასევე A ვიტამინია მხედველობისათვის, კანის სტრუქტურისათვის, თმის სტრუქტურისათვის და ზოგადად ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. იცით, ყველა ეს პროდუქტი აუცილებელია, მაგრამ რაშია საქმე ისეთ? გააჩნია როგორი სახით მივიღებთ. კარაქი და ზეთი არ უნდა მოხდეს თერმულ დამუშავებაში. თუ არ გინდათ რომ ის კანცეროგენად გარდაიქმნეს, მაგრამ როდესაც ის პირველადი სახით მოიხმარება, ის ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლოა. ხალბატონ ასმათ, თუნდაც იმ ჩამონათვალში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სადაც მედალს ორი მხარე აქვს და ეს ძალიან ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, ხომ? ხილი და ბოსტნეული, რომელზეც ძალიან ხშირად ფიქრობენ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა რამდენსაც მიიღებ, ყველაფერი იქნება შენი ჯანმრთელობისთვის, ეს იქნება ინვესტიცია, როგორც თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე, ჩადებული ჩვენს ორგანიზმში, ზამთარში, ზაფხულში და ასე შემდეგ. იმის მიუხედავად, რომელი ხილია, რომელი ბოსტნეულია და რა ფორმით ვიღებთ. აი, თუნდაც ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად სეზონურობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ბაზარი გაჯერებულია აბსოლუტურად ყველანაირი ხილითა და ბოსტნეულით, არის სეზონური თუ არა და არის თუ არა ხელი მიგვიწვება ყველაფერზე, ამიტომ ისევ და ისევ ცოდნა, იმიტომ რომ უნდა მხოლოდ და მხოლოდ სეზონური ხილით ვიკვებოთ, მაგრამ ხილი აუცილებლად ჭამამდე უნდა იყოს მიღებული და არა დესერტად და გარდა ამისა, რომ მივიდეთ იმ პროდუქტთან და მივიღოთ იმ პროდუქტიდან ყველაზე საუკეთესო, რაც ჩვენს ორგანიზმს, რაც ჩვენს გენეტიკურად უჯრედებს ესაჭიროება, იმიტომ რომ ჩვენმა მოსახლეობამ და ზოგადად მოსახლეობამ არის ის, რომ უჯრედი არავითარ შემთხვევაში იმ საკვებს არ მიიღებს, რაც მისთვის არის გენეტიკურად უცნობი. რაც მისთვის მშობლიური არ არის. მშობლიური არ არის, განსხვავებით კუჭისგან, იმიტომ რომ კუჭი აბსოლუტურად ყველა საკვებს
ყველა საკვებს ინელებს, მაგრამ უჯრედები არ იღებს ამ საკვებს და გამუდმებით განიცდის შიმშილს, რის გამოც მე ხდება ფერმენტაციის დეფიციტი. და ქალბატონო ასმათ, აი ბოლოსკენ მივდივართ და ერთგვარი რეზუმირება რომ გავაკეთოთ იმის, რაც ვისაუბრეთ. თუნდაც იმ ადამიანების საყურადღებოთ, ვინც ჩვენ წინა სიუჟეტში ვიხილეთ, ვინც იცავს სხვადასხვა დიეტებს, არ იღლება ხან ერთით, ხან მეორით, ხან მესამით, სწავლობს, ეცნობა და ასე შემდეგ, ხომ? რამდენიმე წესი თერაპევტ დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილისგან ჯანმრთელი კვების პრინციპების დასაცავად. პირველ რიგში იცით, უნდა როდესაც პაციენტს შეეთავაზება დიეტა, მან გულმოდგინედ, გულისყურით უნდა გამოკითხოს ექიმს, ეს დიეტა შეიძლება თუ არა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იყოს მისი გზის გამკვალავი, ანუ მთელი ცხოვრების მანძილზე, რამდენად მიზანშეწონილი იქნება და შესაძლებელი იქნება. შეიძლება ექიმმა უთხრას, რომ ეს არის არაჩვეულებრივი დიეტა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე შენ შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ ეხლა თავის თავსაც უნდა შეეკითხოს, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აი ის რჩევა და ის მიცემული დიეტა, რომელიც ექიმმა მას შეურჩია, მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლია თუ არა აი ამ დიეტას იცით რა, ჩარჩოში ჩაჯდომა და 100%-ით გაკეთება, ეს არის წარმოუდგენელი. აბსოლუტური არაფერი არ არსებობს, მაგრამ მიახლოვებული შეიძლება თუ არა ეს იყოს და არის თუ არა ის მზად, რომ თავის ცხოვრების წესად გახადოს მისთვის შეთავაზებული დიეტა პირველ რიგში. და როდესაც გავუთვით ცნობიერებლად ადამიანი პირდაპირ პირველივე რჩევაზე თანხმდება და თავის ორგანიზმს აი ესე ანდობს დროებით დიეტებს, ასეთ შემთხვევაში დიდ გაუგებრობაში ძალიან სწრაფად აღმოჩნდებიან ხოლმე, იცით? იმიტომ რომ შედეგი ძალიან სწრაფად დგება. დაკლებული წონით და ბევრი პრობლემებით და ის პრობლემები შემდეგ, რაც წამოიწევს წინა პლანზე, ისიც ძალიან სწრაფად ჩდება. და მე აი ამ მოჯადოვებულ წრეში ტრიალებენ და დამერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები მე ძალიან ბევრი ვიცი, რომლებიც მე თავის თავზე ბრაზდებიან. მათი უმრავლესობა თქვენი პაციენტია, პრინციპში, რომლებიც თქვენამდე მოდიან ხოლმე გზააბნეულები და ასე შემდეგ. იცით რა, მე მართალი გითხრათ, არ წუხვარ იმაზე, რომ ყველაზე ბოლოს ჩემთან მოდიან. მე პირიქით მიხარია, როდესაც ყველაფერს გამოცდიან, ყველანაირ დიეტას, თუ კი რამე დიეტა მუსირებს საზოგადოებაში, ინტერნეტში, ჟურნალ-გაზეთებში, ყველაფერს მოსინჯავენ და მე რომ დარწმუნდებიან, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ და თავიანთი ორგანიზმი საცდელ ბაჭიათ არ უნდა გამოეყენებინათ, მე ხვდებიან, რომ თავიანთ ორგანიზმს ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს და მე უკვე ძალიან შვიდად და ძალიან წყნარად გააზრებულად უდგებიან არა დიეტას, როგორიც დაუშვათ დღეს წარმოუდგენიათ, არამედ იმ ცხოვრების წესს, როგორთაც მე დიეტას ვთვლი, თავისი ცხოვრების წესად ირჩევენ არა მარტო პირადად თავისთვის, არამედ აი იმ წესებს ნერგავენ უკვე თავიანთ ოჯახში კი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სწორი კვება საწინდარია ჯანმრთელობისა და როდესაც ადამიანი ხედავს, რომ აი ამ სწორი კვებით რამდენი პრობლემა მოიგვარა, როგორ გამოჯანმრთელდა, როგორი ენერგიულია, იმუნური სისტემა როგორ გამოუსწორდა, როგორ აღარ ავადმყოფობს, როგორი მომხილველია, როგორი გამხდარია და ყველა პრობლემა რა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქონდა, ყოველგვარი ქიმიური, მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე უმტკივნეულოდ აბსოლუტურად წარსულს ჩაბარდა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს უკვე უჩნდება სურვილი, რომ მისი შვილები, მისი მეუღლე, მისი მშობლები და ოჯახის წევრებიც იყვნენ ჯანმრთელები და აქ უკვე იცით ოჯახური ტრადიციები მყარდება ასეთ შემთხვევაში. აქ უკვე არა ერთი ცალკეული ადამიანის ოჯახის ცხოვრების წესი ითვლება და ძალიან ხშირად იცით ამბობენ ხოლმე, რომ სიმსუქნე არის გენეტიკური. შეიძლება, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, შეიძლება იყოს გენეტიკური, მაგრამ მთლად თუ ძალიან ჩავწვდებით ძირში, ხო? როგორ შეიძლება რომ გენეტიკა შეცვალო? მე მგონი გენეტიკოსები მეტყვიან, რომ გენეტიკის შეცვლა არის უტოპია დღევანდელ და ესე იგი რასთან აქვს საქმე? თუ კი გენეტიკურია, რანაირად მოხდა, რომ ადამიანმა როგორც კი შეცვალა ცხოვრების წესი და ის ტრადიციული წესჩვეულებები, რაც მის ოჯახში იყო გამეფებული, აი დაარღვია ეს წესები და გადავიდა სწორი ცხოვრების წესი და მიიღო შესაბამისი შედეგი. და მე ასე დაავადებებს ვეძახი არა გენეტიკურს, არამედ ტრადიციულ დაავადებებს, რასაც ოჯახის ტრადიცია უდევს საფუძვლად. მე მინდა ყველას უთხრა, რომ
სიმსუქნე ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური დეფექტი. ეს არის დაავადება და ძალიან ხშირად ისმის, რომ როგორ ვებრძოლოთ ჭარბწონას და როგორ ვებრძოლოთ სიმსუქნეს. რახან ჩვენ ვთქვით, რომ სიმსუქნე ეს არის დაავადება, არც ერთ დაავადებას არ უნდა გამოუცხადოთ ბრძოლა. დაავადებას უნდა უმკურნალოთ და მათ შორის ჭარბწონას და სიმსუქნეს და ძალისმიერი მეთოდებით ჩვენ სურვილებს დაუმორჩილოთ ჩვენი ორგანიზმი, ეს მხოლოდ და მხოლოდ კრახამდე მიგვიყვანს და სასოწარკვეთილებამდე, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ასმათ იმისთვის რაც ეხლა გითხარით, იმისთვის რაც უთხარით მაყურებელს, რომლისთვისაც ვფიქრობ ძალიან ნიშანდობლივი იქნებოდა თითოეული ის ფრაზა, რომელიც თქვენ ეხლა ბრძანეთ, დაწყებული მომზადების ტექნოლოგიებით და დამთავრებული იმ საკვანძო ფრაზით, რომელითაც დაამთავრეთ პრინციპში საუბარი ხომ სიმსუქნესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ როგორც ყოველთვის იყავით ძალიან კორექტული, ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვაწოდეთ, მიაწოდეთ მაყურებელს და მინდა აქვე გთხოვოთ, აქვე ჩამოგართვათ პირობა იმისა, რომ სულ ახლო მომავალში, როდესაც მარხვა გახსნილდება, მარხვა დასრულდება, მოგბრძანდებით ჩვენთან და კიდევ ბევრ საინტერესო რჩევას უკვე არასამარხო პროდუქტებზეც მიაწვდით ჩვენს მაყურებელს. დიდი სიამოვნებით გესტუმრებით, მადლობელი ვარ მოწვევისთვის. დიდი მადლობა.